ჯარისკაცი თავისი სიცოცხლის ფასად იცავს სამშობლოს. სამშობლომ უნდა დაიცვას მისი ოჯახი. სახელმწიფოს ღირსების საქმეა ღირსეულად დააფასოს ყველა ის გმირი ჩვენი შვილები თუ მამები, ვინც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის თავი გაწირა. სიმბოლურია, რომ სწორედ დღეს, როდესაც ჩვენი 7 გმირი მივაბარეთ მიწას, მე გაცნობთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ინიციატივას, რომელსაც საქართველოს მთავრობამ დაუჭირა მხარი ჩვენი გმირი ბიჭების ოჯახების მხარდაჭერის შესახებ. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, ჩვენი დამოუკიდებლობისთვის, ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული ყველა გმირის ოჯახი, დაწყებული აფხაზეთის საბრძოლო მოქმედებებიდან და დასრულებული დღეს მიმდინარე საერთაშორისო ოპერაციებით. მიიღებენ ყოველთვიურად 1000 ლარს. ეს ცვლილება განხორციელდება ორ ეტაპად, დაიწყება 2014 წელს და 2015 წელს დასრულდება. ასევე ცვლილებები შედის კანონში სამხედრო მოსამსახურის შესახებ. ამ მიერიდან საბრძოლო მოქმედებებში გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურის ოჯახი ნაცვლად 15000-ისა მიიღებს 100000 ლარს ერთჯერად დახმარებას. საქართველოს შეიარაღებული ძალების დევიზია სამშობლო, ღირსება, ერთგულება. საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ღირსეულად დაფასდნენ ის გმირები, ვინც ჩვენ სამშობლოს ბოლომდე უერთგულა.